ჩამოვედი ფასანაურში, ვიმყოფები რესტორანში 2 არაგვი, სადაც ჩვენი დიასახლისი ქალბატონი ეთერი მასწავლის ნამდვილი ხინკლის მომზადებას. თქვენც გაგიზიარებთ რეცეპტს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა, რომ გვასპინძლობთ დღეს. ჩვენთვისაც სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა. მოგვიყევით, საიდან ვიწყებთ? 2 კილო ფქვილი და 2 კილო ფქვილზე ვაკეთებთ 1 ლიტრ და წყალს. წყალი ოთახის ტემპერატურის და უნდა მარილს პირდაპირ არ ვაყრით, უნდა გავაკეთოთ მარილწყალი. ერთი სუფრის კოვზი, მარილი. და ესე გავაკეთებთ ხსნარს. უმაღლესი ხარისხის ფქვილია. ვაკეთებთ ესეთ ჩაღრმავებას. ეტაპობრივად ნელ-ნელა ხდება შეზევა. თუ დავიწყე და თუ ვისწავლე, მერე გამაჩერეთ. სახში ყველას უყვარს. კიდევ უნდა გადაიზილოს. რამდენ ხინკალს ამზადებთ ხოლმე დღეში? 1200, 1500. სახში 60-80 ხინკალი. უმჯობესია გავჭრათ პატარა ცომი. გავაკეთოთ. ეს ეტაპი უკვე მომწონს. ხომზად არის და ვიწყებთ ნაპირიდან, აი აქედან. აი. თქვენ რა მარტივად გამოგდით. ახლა ვიწყებთ გაბრწყილების პროცესს, ვაბრწყილებთ. თანაბრად, აი გარეთიდან და უნდა გადახვიდე ნაპირებზე. აი ესე. და ვაბრწყილებთ კარგად. იყო ესა რამდენიმე წლის უკან, როცა ვიწყებდით დავუშვათ ხინკლის კეთებას, ახლობლები, მეზობლები მას ვეძახდით და ერთობლივად ყველა ერთად. და თან დიდი ამბების გარჩევა მიდის ამასობაში დარწმუნებული ვარ. კი, მიდის ჭორაობა, რაღაცა ამბებს იხსენებენ, იცინიან და ვიღებთ გატარებულ ხორცს, მერე გვმაზავთ ვაყრით. გატარებული ხახვი, წიწაკანს დაღერღინებ მსხვილად, კულიავა იგივე ძირა, მარილი და ცოტა დიდხანს უნდა ურიოთ. ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ეტაპზე ხინკლის მოხვევის პროცესზე. მოხდი? ასე აქეთ იქით რო არ გადავიდეთ, ფაფში ჩავასრიალებთ. ერთმა ჩაიყაროს და კუჭით ქვემოთ წყალში რომ არ მიეკროს, სანამ სრულად არ ჩაიღება ეს. ხო და ეს ერთი სუფრის კოვზი ფარში, ცოტა მეტიც, ხო? ცოტა მეტიც, ხო. და იწყებ აი ნაპირებიდან იწყებ. აი ნახეთ. უცხოელებს ვასწავლით ხოლმე და ითვისებენ. რამდენი ნაოჭი უნდა კონდეს ხინკალს? ხინკალს უნდა კონდეს 19 და ზემოთ. აი რა. რაც უფრო მეტი ნაოჭი აქვს, უფრო გამოდის ნაზი ხინკალი. მაქსიმალური რაოდენობა რა გაგიკეთებიათ ნაოჭები? 23, 27-იც. აი, ნახე, აი ეს თითი რჩება მაღლა. ნაოჭები და ესე ვაკეთებთ და გადმოდიხარ ნელ-ნელა, აი, აბა გააგრძელე. რომელერზე ვიფიქრო ნაოჭის რაოდენობაზე? დაიღვაროს. წვენი არ გადმოვიდეს. ეხლა აი ეს მარჯვენა თითი კონდეს შიგნით. 13 14 და ცოტა ამომყავს, ხო? ხო, ამოიყვანე კარგად კიდე. მარილი ჩავყარეთ. ხინკალი ამოტივტივდა, იხარშება უკვე 10 წუთია. დიახ. მომზადებული მაქვს ცივი წყალი, ხინკალი უკვე მზად არის. მოიხარშა. ამ ცივ წყალს ეხლა მოვასხამე ხინკალს. კი ბატონო. და რა შვება ცივი წყალი? ცივი წყალი ზედმეტი რაღაც კაფები რაღაც არის რეცხავს და აპრიალებს ცივი წყალი. ჩემი ხინკლებით გადარჩა? კი. სამ მისწავლია. კარი. ასეთ ხინკალს ვერსად ვერ შეჭამთ. სუფრა გაშლილია. ეს კი ყველაზე სასიამოვნო ეტაპია ნამდვილად. დროებით